ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა რადიო სივრცის ეთერში FM 98-სა და 5-ზე. მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან, მე გახლავართ გურამ ნიკოლაშვილი. დღეს ორშაბათია 20 იანვარი და ვიწყებთ შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონს. 14 საათი და 9 წუთია თბილისის დროით შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონის ფოკუსში მოქცეულია მე-11 მოწვევის საქართველოს პარლამენტი და მასთან დაკავშირებული მოვლენები, როგორც წარმართავს საკანონმდებლო ორგანო ქვეყნის პოლიტიკას, რა მიზნების, სირთულეების და წინააღმდეგობების დაძლევა უწევს მას. დღევანდელი ეთერის ფოკუსში კი არც თბილისი, არც ბრიუსელი, არც კიევი ან მოსკოვი, პეკინი თუ ანკარა და არც ჩელიაბინსკია, არამედ არის ვაშინგტონი, იმიტომ რომ დღეს არის 20 იანვარი და გაიმართება ამერიკის 47 პრეზიდენტის უკვე ასევე 45 პრეზიდენტად ნამუშევარი დონალდ ტრამპის ინაუგურაცია. ალბათ დაახლოებით ახლა აქედან 7 საათში ჩვენთან საღამოს დროით და ეს არის არ არის ჩვეულებრივი ინაუგურაცია, ეს არის ეპოქალური მოვლენა. ჩვენი ეთერის სტუმარია გიორგი გვიმრაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, პლატფორმა 42 პარალელის მესვეული და დამფუძნებელი, პოდკასტი და კლient ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი და ჩვენ გვაქვს ჩვენი კიდე პერსონალური ბიოგრაფია, რომელიც უკავშირდება სწორედ ტრამპის ესეთი მომენტების გაშუქებას, როცა იყო მისი პირველი არჩევნები და შემდეგ ინაუგურაცია, მაშინაც ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჩვენ ამ მოვლენებს პირდაპირ ეთერში ვაშუქებდით და ეხლა ძალიან სიმბოლურია, რომ სწორედ დღევანდელ დღეს გვეწვია და მთლიანად ჩვენ ვილაპარაკებთ გარკვეულწილად ამ თემაზე. რომ გავიხსენოთ 2022 წლის 24 თებერვალი, მიუხედავად მიმდინარე დაძაბულობისა, რაც მაშინ იმ პერიოდში იყო, მსოფლიო უცებ ერთდილას გაიღვიძა სრულიად ახალი რეალობით. მან მოისმინა იმ ღამეს ჩაწერილი ან მანამდე ჩაწერილი ვლადიმერ პუტინის მიმართვა, მისი პრეტენზიები, ეგრეთ წოდებული კოლექტიური დასავლეთის მიმართ და შეიჭრა უკრაინაში, რითაც მინიმუმ შეიძლებოდა იმის თქმა, რომ სამყარო აღარ იქნებოდა ისეთი, როგორც იყო მანამდე. მსოფლიო წესრიგი დაირღვა და გახდა ცხადი, რომ ეს წესრიგი უკან ვეღარ დაბრუნდებოდა. მას შემდეგ გავიდა 3 წელი და ეხლა პირიქით მთელი მსოფლიო უკვე რამდენიმე თვეა აი ესე გამალებით ელოდება ამ მომენტს დღევანდელ დღეს, როდესაც ასევე შეიძლება რომ ეს მსოფლიო შეიცვალოს და გახდეს სრულებით განსხვავებული და ახალი, თუ შეიძლება პუტინს უწოდოთ ერთგვარი ანტაგონისტი, რომელმაც არსებული წესრიგი უბრალოდ ააყირავა და რაღაცა აჯანყდა ამ ყველაფრის წინააღმდეგ და მის მიერ დაწყებული ომით, დონალდ ტრამპს შეიძლება უწოდოთ პროტაგონისტი, ის თავარი გმირი, რომელიც შეეცდება რომ უკვე გაფორმებულია, რომ ძველი წესრიგი აღარ არსებობს, მაგრამ როგორი იქნება ახალი წესრიგი და რომ დაალაგოს ეს ახალი წესრიგი, ახალი მსოფლიო არქიტექტურა და სწორედ ეს ხნის აი ამ 20 იანვარს განსაკუთრებულ თარიღად. ამიტომ გიორგი, პირველ რიგში დავიწყოთ ძალიან მოკლედ, სანამ სხვა საკითხებზე გადავალთ. არა მხოლოდ ვინ არის, არამედ რა არის დონალდ ტრამპი როგორც მოვლენა, ტრამპიზმი როგორც მოვლენა მის მეორე კადენციაში თუ შეიძლება ამაზე ლაპარაკი და ტრამპის ინაუგურაცია როგორც მოვლენა რა მნიშვნელობის მატარებელია. კი ბატონო, მადლობა გურამ მოწვევისთვის და მივესალმები თქვენს მსმენელებს და მაყურებელს. გულოცავ ნათლისღებას, რომელიც გუშინ იყო. და გილოცავთ, მე მგონი სეზონი დაიწყე დღეს თუ როგორ? წინა კვირაში. გილოცავ სეზონის დაწყებას. ესე იგი, რაც შეეხება ტრამპიზმს, უფრო სწორი იქნება ეგრე რომ ვთქვათ და ვიდრე პერსონიფიცირება მოახდინოთ მარტო ტრამპში, არამედ მთლიანად მოძრაობაში, ხო? და აი სანამ გადაცემა დაიწყებოდა, შენ საუბრობდი ამაზე და სწორია რომ ეს რაღაცა ბევრად უფრო განსხვავებული, ესე ვთქვათ, მოვლენა, ვიდრე ვთქვათ, იყო თუნდაც პირველი გამარჯვება ტრამპის, ან თუნდაც როგორც შენ ამბობდი, ეგრევე რომ გაემარჯვა მეორე ვადით, ხო? და მართლაც ესეა, იმიტომ რომ ეს მოცემულობა თითქოს მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა ის არ იყო პირველი მისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, არ იყო ასეთი თავისუფალი, უამრავი ეგრეთ წოდებული establishment-ის წარმომადგენელი ყავდა შიგნით, ადმინისტრაციაშიც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ახლა არის ესეთი საინტერესო ფენომენები, როგორიც არის მაგალითად ელონ მასკი, რომელიც ერთ-ერთი ძალიან
ესე ვთქვათ, აქტიური წევრად მოიაზრება მის ადმინისტრაციაში, ხო? ვივე რამასვამიც ასევე და ასე შემდეგ. ანუ და იგივე რა ქვია, კენედი, რობერტ კენედი და ასე შემდეგ რა. ანუ საკმაოდ ისეთი თითქოს ტრამპამდე ამერიკული ისტებლიშმენტისთვის საკმაოდ ოდიოზური პიროვნებები, ოდიოზური იმ თვალსაზრისით, რომ ისტებლიშმენტი მათ გარიყავდა და მათ პოლიტიკას არ ეკითხებოდა და პოლიტიკაში არ მოიაზრებოდნენ და ახლაც საქართველოშიც კი მოიძებნება ხოლმე ადამიანები, რომელიც ილონ მასკს ესე რაღაც ადულად გალანძღავს და იტყვის, რომ რა იცის მაგან პოლიტიკა და ასე შემდეგ, ხო? ასე რომ ანუ შეიძლება ბევრი ვისაუბროთ იმაზე მართლა რა იცის თუ არ იცის და როგორ იცის და არ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ადამიანებს უფრო თითქოს ყოველ შემთხვევაში იმ მოცემულობიდან, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ამ მოცემულობიდან გამომდინარე, განცხადებებიდან, დეკლარაციებიდან გამომდინარე, ამ ადამიანებს საკმაოდ მნიშვნელოვანი ზეგავლენა უნდა ქონდეთ, ესე ვთქვათ, მინიმუმ მომავალი 4 წლის განმავლობაში იმაზე, რასაც გინდა გარეთ და გინდა შიგნით ამერიკის შეერთებული შტატები გააკეთებს. და ეს რა არის? ეს არის ის, რომ გარკვეული თვალსაზრისით კი არა და დიდწილად ის აქამდე აწყობილი მეინსტრიმ პოლიტიკა თითქოს უნდა იყოს გადახედილი. თითქოს ისეთი აღარ იქნება, როგორიც აქამდე იყო, ხო? აქამდე ჩვენ ცხოვრობდით ესე ვთქვათ პოსტსაბჭოთა რეალობაში, სადაც ერთი დომინანტი ქვეყანა იყო და გარკვეული დომინანტი იდეოლოგიის მატარებელი და ამ იდეოლოგიის დამამკვიდრებელი მთელს ესე ვთქვათ გლობუსზე და თუ ვინმე ამ იდეოლოგიის მატარებელი არ იყო, ყველა გამოცხადებული იყო როგორც ბოროტების ესე ვთქვათ ღერძის ქვეყნებად, ესეც უწოდებდნენ ხოლმე ხშირად. სხვადასხვა ტრამპსაც გამოუყენებია არაერთხელ ეს ტერმინი, ხო, ბოროტების ღერძი და ის 4 სახელმწიფო, რომელსაც ხშირად მოიაზრებენ ხოლმე ამ ბოროტების ღერძში, მასაც დაუსახელებია, ეს არის რუსეთი, ირანი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა. ამ ბოროტების ღერძს ისიც ხშირად მიმართავდა, თუმცა საინტერესოა თუნდაც რიტორიკის დონეზე, როგორ არის შეცვლილი მისი ეს დამოკიდებულება და ბოლო მისი განცხადება, რომ სი ძინპინთან ერთად მზად არის ყველაფერი გააკეთოს მშვიდობის სასამყარებლად. ჩვენ მსმენელებს რა აუხსნათ, როდესაც ჩვენ გვახსოვს 2016 წელი, ჩვენ რის შემსწრე გავხდით, ჩვენ ნახეთ ამერიკული celebrity ფიგურა, ნიუ-იორკელი, რაღაც ესეთი წარმოშობით, ყველანაირად, რომელიც მაშინდელი გაგებით deep state-ს დაეყო, ანუ რაღაცა რუსულად ღრმა ერი ქვია, ხალხი, რაღაცა აი ამ ხალხს, რომელიც პრაქტიკულად აუჯანყდა იმ წესრიგს და იმ უსამართლობებს, რაც მაშინ დაგროვდა და ეს დაგროვდა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, როდესაც დიდმა კორპორაციებმა ეს ვთქვათ, შრალად ამოვიდნენ მთელი ამ პრობლემიდან და გადაიარა ჩვეულებრივი ხალხის კისერზე ამ პრობლემამ და ის რაღაცა როგორც ანტი-ისტებლიშმენტური მხედარი, როგორც სრული მარგინალი, მარტო მყოფი ადამიანი, რომელიც უბრალოდ გამოიყენა ჯერ რესპუბლიკური პარტია, იმიტომ რომ მანვე აღიარა, რომ მას ჰქონდა ადრე ცდილობები სხვა მხრიდან პოლიტიკაში შემოსვლის და ეს არ გამოვიდა, იმიტომ რომ სისტემა ეგეთია, ის პრაქტიკულად რესპუბლიკური პარტიის ნომინანტი გახდა, გაიმარჯვა ამგვარად არჩევნებში და ის მოგვევლინა აი თითქოს სისტემის მოწინააღმდეგედ, მაგრამ მისმა პირველმა ამ ვადამ განვლო სწორედ ამ ჭიდილში და შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ 6 იანვარი არის ერთგვარად ტრამპიზმის დაბადება, იმიტომ რომ მარცხი, რომელიც მან არასდროს არ აღიარა, ჩათვალა უსამართლოდ, მან უკვე გააკეთა განცხადება, რომ ყველას შეიწყალებს, ვინც კი არის ბრალდებული, და ეს არის ასობით ადამიანი 6 იანვრის საქმეზე, ეს არის პრაქტიკულად მის დაბადება, რომ აი სისტემამ იგი დაამარცხა და შემდეგ ის იღებს ერთგვარ ლეგიტიმაციას, რომ უკვე მან ტრამპიზმს შეუქმნა, ესე ვთქვათ, მორალური საფუძველი, რომ ეს არის არა უბრალოდ რეაქცია, არამედ ახლა უკვე პროაქცია, ეს არის ერთგვარი ხედვა, ეს არის ერთგვარი პლატფორმა, რომელიც არის გარკვეული კოქტეილი კონსერვატიზმის, სხვადასხვა მიმდინარეობების, რაღაცა ნაზავი, მაგრამ თუ მანამდე შეიძლებოდა ეს მოგჩვენებოდა, რომ არის ეკლექტური, ეხლა უკვე ძალიან მტკიცედ არის შედუღაბებული და ამას გარკვეულ ფუტუროლოგიურ ელფერს აძლევს აი სწორედ ეს პერსონები ჩამოთვალეთ. ანუ მაგალითად დანიაში, რომლის უდიდესი ტერიტორიის გრენლანდიის სახით წამოღებასაც იგი ფიქრობს, ის ნიშნავს ელჩს, რომელიც ასევე ოლიგარქია ამ გაგებით, ხო ის PayPal-ის თანადამფუძნებელი კენ გვარი დამავიწყდა. ხო და კენი ქვია. ხო და აი ეს კოქტეილი
უკვე ძველი ანტიკური გაგებით ოლიგარქია, როდესაც დიდარი ადამიანების პატარა ჯგუფი პირდაპირ მოდის მმართველობაში, ჩვენ დღეს მივიღეთ ამერიკაში. იმიტომ რომ რუსეთს როცა ეძახიან ოლიგარქიას, ეს იყო არა ტრადიციული, არა იმ კლასიკური განმარტებით ოლიგარქია, იმიტომ რომ დიდარი ადამიანები მაინც უკან იდგნენ და წინ გამოსული არის ფორმალური პოლიტიკა. ეს ამერიკისთვისაც უცხო არ არის, იმიტომ რომ ლობის საშუალებით მუდმივად იყო ზეგავლენა, მაგრამ დღეს პირდაპირ მილიარდერები მოდიან ძალაუფლებაში, იკარებენ თანამდებობებს და მათ უნდა შექმნან ის მომავლის ამერიკა. ანუ ეს არის სერიოზული განსხვავება და ამას უდევს რაღაცა ესეთი ძალიან მემარჯვენე ქრისტიანულ, ამერიკულ, პროტესტანტულ ღირებულებებზე დაფუძნებული ესეთი ერთობა, ხო, რაც უნდა სხვაგვარი ბექგრაუნდი ქონდეთ ახლა მარკ ცუკერბერგს თუ ელონ მასკს, ფაქტია, რომ აი ეს ყველაფერი შედუღებული. აი ამ გაგებით, შენი აზრით, ეს ახლა აბსოლუტურად ვარაუდია, მაგრამ ეს გამარჯვება არის უფრო ტრამპის გამარჯვება როგორც სამომავლო ამერიკის გასაზღვრებაში თუ პირიქით აი ამ ძალების, რასაც ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ამ მხრივ ელონ მასკია რა. ანუ პოლიტიკური მომავლის თვალსაზრისით ეს მასკის გამარჯვება უფრო და შემდგომ რამდენიმე წლების შემდეგ ან ეს საბოლოო ვადაც რო ამოიწურება ის გააგრძელებს ამ მხრივ მოღვაწეობას თუ მაინც ეს უფრო ტრამპმა გამოიყენა ეს ხალხი და ის დაუდებს თავს სათავეს ამ ტრამპიზმის დინასტიას. იმიტომ თან 78 წლისაა. ხო, აშკარად არის რომ აშკარაა რომ ტრამპი დაეყრდნო ამ ესე ვთქვათ ამ ესე ვთქვათ мотиваციებს, განწყობებს და ასე შემდეგ, მაგრამ ხო, აი მარტო ტრამპის გამარჯვება ვერ იქნება, რა, ვერაფრით ვერ იქნება მარტო ტრამპის გამარჯვება, მით უმეტეს მასკი იმდენად აქტიურია ეხლა არა მხოლოდ ამერიკის შიდა პოლიტიკაში, არამედ გარეთაც, საკმაოდ აქტიურად ერევა, ტრამპზე უფრო აქტიურად ერევა, ხო, იმაში რომ ბრიტანეთის შიდა პოლიტიკაში, გერმანიის შიდა პოლიტიკაში და ასე შემდეგ. ხა ტრამპს არ გაუკეთებია ეგეთი განცხადებები, რომ ვინ ჯობია გერმანიის კანცლერად რო აირჩიონ მაგალითად. ან ფარაჟი რო არ არის თლად კარგი ლიდერი და ჯობია რო თქვა რეფორმატორების ლიდერად უფრო სხვა ადამიანი მოიაზრებოდეს, ესეთი განცხადებაც არ გაუკეთებია ტრამპს, მასკმა გააკეთა ეგეთი განცხადებები, ხო? რეალურად ამის გარდა მართალია, ანუ 1 მილიარდერზე არ ვსაუბრობთ აქ, ანუ ტრამპი არც არის იმ ხელაქონების მატარებელი, რამდენიცაც მაგალითად დანარჩენი ადამიანები ვინ შეიძლება მოვიაზროთ, ხო? იქ და საინტერესოა, რომ თვითონ ინაუგურაციაზე განსაზღვრულია, რომ მასკი, ბეზოსი და ცუკერბერგი ერთ კონკრეტულ ადგილას ისხდებიან კი და თან ძალიან ახლოს იმ ესე ვთქვათ მოდი ესე ვთქვათ ყველაზე ცენტრთან ესე ვთქვათ ხო ანუ რეალურად სავარაუდოდ უნდა მოვიაზროთ რომ რა თქმა უნდა ამ ტიპების რომლებიც ტექნოლოგიური მაგნატები არიან უფრო მეტად ხო რასაც და ამ ტექნოლოგიურ სივრცეში რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ხო ანუ რაღაცა ის ხო არ არის ნავთობ მაგნატები ხო არ არიან შეკრებილები და ესეთი ადამიანები რომელთაც ხო ჩვენ ცხოვრობ ციფრულ ტექნოლოგიურ ეპოქაში და ესენი არიან ძველი სტილის ესე ვთქვათ კაპიტალისტებზე ხო არ არის დაყრდნობილი არამედ მომავლის ეკონომიკის შემქმნელებზე და ციფრული ტექნოლოგიის მომავლის კაპიტალისტებზე არის დაყრდნობილი და სავარაუდოდ ეს მათ შორის განპირობებულია იმით რომ ზუსტადაც აი ეს პრინციპი აი ის რა ქვია მაგას პაექრობა რომელიც ტექნოლოგიურ სფეროში დღეს არის და მომავლის პაექრობაც ამ სფეროში უნდა მოვიაზროთ აი ამის ესე ვთქვათ დაბრუნება ამერიკაში საკმაოდ ინოვაციების თვალსაზრისით ამერიკა ესე მოწინავე ქვეყანაა მაგრამ საბოლოო ჯამში წარმოების პროცესი რომელიც დიდი ხანია უკვე გადავიდა აზიურ ქვეყნებში განსაკუთრებით ჩინეთში ამის დაბრუნება რო იქნება ერთ-ერთი მთავარი ასე ვთქვათ, საზრუნავი ამ ადამიანებისა, ეს ცალსახაა, ხო, მათ ინტერესში შედის და ეს შედის ამერიკის ინტერესებში. ამერიკის სტრატეგიულ ინტერესში შედის გარკვეული თვალსაზრისით ის რაზეც ეყრდნობოდა მე ესე მგონია საბოლოო ჯამში, რომ ტრამპი არ არის ამერიკული სტრატეგიული ინტერესების მოწინააღმდეგე, ხო? ანუ ხშირ იმიტომ რომ ამერიკული სტრატეგიული ინტერესებს თითქოს ხშირად აიგივებენ ხოლმე ეგრეთ წოდებულ deep state-თან, ხო? და სწორია, როცა ამასთან აიგივებენ. და ამ შემთხვევაში ტრამპი ამ სტრატეგიულ ინტერესებთან მოწინააღმდეგე არის, როდესაც მას ამბობენ, რომ აი ანტიგლობალისტია, თქვათ იზოლაციონისტია და რაღაც ასე შემდეგ, ხო? ეს აბსოლუტურად მიმაჩნია, რომ არის ამერიკული სტრატეგიული ინტერესის
ინტერესთან თანხვედრაში მოსული, იმიტომ რომ მას სჭირდება, ამერიკას ახლა სჭირდება, რომ იმ პროცესებიდან, რომელიც 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა პოსტსაბჭოთა რეალობაში, სადაც ჰეგემონია სჭირდებოდა, რომ ყველა კონტინენტზე, ყველა სახელმწიფოში ლამის ქონოდა საკუთარი სამხედრო ბაზა, მთელი ეკონომიკური სისტემა მასთან ყოფილიყო დაკავშირებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ამან უამრავი ისეთი პროცესი გამოიწვია, რომელიც პირდაპირ არ შედიოდა ამერიკის ინტერესებში. და პირიქით გარკვეული თვალსაზრისით აზარალებდა კიდევაც ამერიკის ინტერესს. შესაბამისად, ეხლა სჭირდება ამერიკას გარკვეული პაუზის აღება, იმიტომ რომ ამას ყველაფერს მართლა შეეძლო მieყვანა ამერიკა, იქამდე რასაც თვითონ ეძახიან ხოლმე ხშირად რაღაცა კატასტროფას, ხო? იმ ძალებთან დაპირისპირება, ფიზიკური დაპირისპირება, რომელთანაც როგორც ამერიკელი სტრატეგიის სპეციალისტები საუბრობენ, სამხედრო სტრატეგიის სპეციალისტები საუბრობენ, შეუძლებელია რომ ამერიკას მოეგო ეგ დაპირისპირება. ამ შემთხვევაში გულისხმობ რომ თქვა ჩინეთის და რუსეთის და მათ შორის ირანის ან ჩრდილოეთ კორეის ერთობლივ ძალებთან დაპირისპირებდა სამხედრო თვალსაზრისით, მისთვის იქნებოდა კატასტროფა. და აი ამ ჰეგემონიისთვის ბრძოლას ამერიკის ჰეგემონიისთვის ბრძოლას და ჩაჭიდებას, რომ გინდა თუ არა მე უნდა შევინარჩუნო ეს ჰეგემონია, შეიძლებოდა თეორიულად აქამდე მieყვანა საქმე. რომ ამათთან დაპირისპირებამდე მისულიყო ეს საკითხი. ამიტომ ამ წუთას უმჯობესია თითქოს რომ მოდი ჰეგემონიაზე ცოტა ხანი უარი ვთქვათ და დავშოშმინდეთ, გავჩერდეთ, დაულაგდეთ ჩვენივე რესურსი მოვიკრიბოთ, იმიტომ რომ ჩვენი რესურსი გაფანტულია ახლა, ხო? უამრავ ბაზას ვინახავთ, უამრავ ქვეყნებს, სახელმწიფოებს ვინახავთ, რაღაც ფულს გზავნით იქ, აბსოლუტურად უსარგებლოს, ხო? აი მაგალითად რო ავიღოთ ის თანხები, რომელიც საქართველოში იხარჯებოდა და საქართველოსთან მიზერია იმ დანახარჯებთან, რასაც ამერიკა ხარჯავს ქვეყნის გარეთ, ხო? რაც საქართველოში იხარჯებოდა მაგალითად ეგრეთ წოდებულ სამოქალაქო სექტორზე, დღეს რომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად უსარგებლოა და რომ არაფერში არ არგია ამერიკის შეერთებულ შტატებს, ეს ფაქტია, ხო? კი, გარკვეული დისკომფორტის შექმნა ამ ძალებს შეუძლიათ, რომლებიც გარედან ფინანსდებიან, გარკვეული დისკომფორტის შექმნა მათ შეუძლიათ ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, ისინი დისკომფორტს კი ქმნიან, მაგრამ მათ არ აქვს საზოგადოების მხარდაჭერა. რეალურად საზოგადოება მათ ხარს არ უჭერს არც NGO-ებს და არც ოპოზიციურ ძალებს, ხო? მაგრამ ეს ხო არ არის რომ კი არ გავჩერდეთ, არამედ უბრალოდ ჩვენი ეროვნული ინტერესის კალიბრაცია გავაკეთოთ. ეს ხომ არ ხდება, ქართულად როგორ ვთქვათ, redefine-ი, ან თავიდან განსაზღვრება ამერიკული სტრატეგიული ინტერესის. იმიტომ რომ რასაც შენ ლაპარაკობ, ეს არის ხა ამერიკაში ხო ხდება ყველაფერი ბიზნეს ენაზეა და ითვლიან, ეს არის ტოქსიკური აქტივებისგან განთავისუფლება. ის რომელიც წამგებიანი და ყველაზე ნათელი მაგალითი ალბათ ავღანეთის კამპანია შეიძლება ითქვას, ჩასწრული ტრილიონები და ერთ დღეში დაკარგული ქვეყანა. აღმოსავლეთის ყველა. მოდი ამისგან განთავისუფლდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს ჰეგემონიაზე არათუ უარის თქმას, არამედ პირიქით გაძლიერებას, მაგრამ იმისათვის რომ მან ეს განახორციელოს, ანუ ხელახლა შემოსაზღვროს reshape, რასაც ქვია ამერიკა, ამისთვის მას სჭირდება დაუბრუნდეს, რაც არ უნდა სასაცილო იყოს, მეორე მსოფლიო ომდელ რეალ პოლიტიკის საფუძვლებს. ანუ ეროვნული ინტერესი, რაც ნიშნავს იმისათვის რომ კონტროლი მიიღოს, ხო? სავაჭრო გზები, რაღაც კონტროლი, გლობალური დათბობა, არქტიკა დგება, დნება, იღებს ის უკვე უმოკლესი სავაჭრო მარშრუტები შეიძლება გაჩნდეს და ის ხვდება რომ აი ამ სამომავლო, თქვა 2050 წლის აი ამ პერსპექტივაში, რამდენიმე 10 წლეული ამ პერსპექტივაში ძალიან წამგებიან პოზიციაშია. და მას სჭირდება და ჩვენ ვიღებთ იმას, რაც იყო გაუგონარი და ალბათ ორი თვის წინ ამას ვერავინ ვერ ივარაუდებდა, რომ შეიძლება ამერიკის პრეზიდენტი ადგეს და პირდაპირ ღიად ილაპარაკოს სხვა სუვერენული ქვეყნების ან მთლიანად ან ნაწილობრივ წამოღებაზე. მაგრამ და აქ ყველაზე დიდი ფარისეულობა, რაც შინააღმდეგ ხანდახან გამოვეხმაუროთ ხოლმე ჩვენთან მიმდინარე პროცესებს, არის ის ფარისეულობა, როგორითაც აი ამ განცხადებებს რადუმილითაც ხვდება ის ეგრეთ წოდებული ლიბერალური წრე, რომელიც ისევ ველაპარაკება რაღაცა როგორ თქვა, რომელიც წლის, ალბათ 2001 წლის ჭყალებში იდეალებით, როცა დემოკრატიის ექსპორტი ეს იყო ცივილიზაციის თავარი განსაზღვრელი, ხო? ხო და ანუ აი ეს რეალობები ცხადია, რომ დაიწყო როგორც უკვე ვთქვი, უკრაინის ომით, მაგრამ ეხლა ხდება პრაქტიკულად დუმილით ხდება უკაცრავად, არა მხოლოდ დუმილით ხდება, არამედ ძალიან ესე წყობრად დაეწყნენ და წავიდნენ ინაუგურაციაზე დასასწრებად, რა, ანუ მეცაც არა შეიძლება უტიფრობით, ანუ თვითონ გუშინ მე ვლაპარაკობდი იმას, რომ პარლამენტი არის რუსეთის აგენტი. არა, ეგეც არ არის მნიშვნელოვანი, რომ რას ლაპარაკობდი გუშინ, არამედ ანუ თუ შენ ამბობ, რომ აი ეს ლიბერალური იდეები არის მნიშვნელოვანი და ყველაზე მაღლა დგას, ყველაფერზე მაღლა დგას. ნუ კარგი, თქვა ხმას ვერ იღებ, იმიტომ რომ ჰეგემონის პრეზიდენტია, ხო?
კი, მაინც იქ ნუ ჩადიხარ ახლა როგორც დიდ ზეიმზე და ორბანიც კი არ ჩადის. ხო, ნუ რატო არ ჩადის ეგ გასაგებია. ხო, ფაქტია რომ არ ჩადის. ხო, მაგრამ გავიგე რატომაც არ ჩადის, მაგრამ რაღაცა პროტესტი იმისთვისაც არ არის. დუმარე პროტესტი მაინც გამოხატე ლიბერალური ღირებულებების დანგრევის გამო. ხო? ამერიკის პრეზიდენტები გამოხატავენ. მაგალითად, ინაუგურაციას როგორც ცერემონიალს ესწრებიან, მაგრამ აღარ ესწრებიან შემდეგ აი რაღაცა მიღებას, ლანჩს, რომელიც უნდა გამართოს ტრამპმა. ხდები, ანუ იქ არსებობს კიდე რაღაცა, იმიტომ რომ პოზიცია, იმიტომ რომ მართლა რაღაცა ის არსებობს მემარცხენეობა, მემარჯვენეობა, პარტიული იდენტობა და ნუ მიუღებელია რა. ეხა რაღაცა ეს განცხადებები აბსოლუტურად სულ სხვა ძალების ხელში გადადის ამერიკის მართვა. ეხა ის სადღაც სიღრმეში ვის აწყობს, ვინვისთან მე დაალაგდებოდა, ეხა ეს ამერიკისთვის ეს უცხო არ არის და რაღაც რა თქმა უნდა ინტერესთა კვეთა იქნება, ეს ბუნებრივია, ეს ხო არ არის ეს სრულად ორი გაყოფილი სამყარო. რაც ჩვენ ვერასდროს ვერ მივახციეთ ქვეყნის შიგნით, სრულიად რაღაცა გიჟურიდეებზე დაყნობით შეიძლება ადამიანმა თქვას რომ არა მე როგორ შეიძლება ანუ პარლამენტში არ შევალ გესმის ბოიკოტი ანუ როგორც კი პატარა ისე ის კი არა რომ შენ რესურსი ნახო 55% მიიღე გაქვს საშუალება რომ რაღაცით იოპერირო ესე იგი ამუკა ხაზარეძემ სიამაყით მოყვა რომ არ ვიცი ნუ ეხლა ალბათ არ გამოიგონა მაგრამ თითქოს შემომითვალესო ბიზნა ივანიშვილმა შემომითვალო პარლამენტში შემოდი ანუ სიამდვილეში ადამიანმა მოყვა რომ რაციონალური ადამიანი ცდილობს დაიცვას თავისი ქვეყნის ინტერესი შიდა ქვეყნის შიდა კონსტიტუციური წყობა და სტაბილურობა და ამან ეს სიამაყით მოყვა რომ როგორ თქვა ამაზე უარი ანუ ეს ქვეყნის რყევა ჩვენთან ითვლება რომ თუმე კარგი საქციელია ხვდები და ეხა ამერიკაში ყველა ხვდება რომ განსხვავების მიუხედავად როგორც კი ეს მთავრდება ეს ფაზა შემდეგ იწყება უკვე სრულად ახალ ფორმატზე თანამშრომლობა ჩვენთან ეს აბსოლუტურად მიუღებელია მაგრამ რომ დაუბრუნდეთ ისევ ჩვენ ამ ტრამპის თემას იცი რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი რა კი ღირებულებების ნაწილს შევეხეთ და ფარისეულობას აქ გაჩნდა ჩვენს რეალობაში რაღაც ტერმინები რომელსაც ჩვენ როგორც მე შენი მკითხველი ხშირად ეხმიანები ხოლმე და რაღაცა წერ ამაზე რომელიც ქართველი დიდი მსმენელისთვის მაინც უცხო და გაუგებარია და მისი შინაარსი ჩვენ არ გესმის და ამ დროს უკვე ყოველდღიურ ლაპარაკში გაჩნდა თუ შეიძლება რომ ჩვენ ძალიან მოკლედ აი რასაც ქვია 3 წუთში აუხსნა მსმენელს რომ აი რას ნიშნავს ესეთი ტერმინები რაც არის რასაც ქვია wokeism ეგრეთ წოდებული cancel culture ან რაღაცა უარყოფის კულტურა DEI ეს არის აბრევიატურა DEI ხო ეს არის რაღაცა მის რა ქვია დამავიწყდა ეხა ეს როგორ diversity engagement რაღაც მოკლედ ეს აბრევიატურა რომელიც ამ რაღაცა გენდერულ საკითხებს იცავს რომელიც ერთ-ერთი იქნება იმ დეკრეტებიდან, რასაც ხელს მოაწერს, ან რომლის შეჩერებაც იქნება ერთ-ერთი, რომელსაც ხელს მოაწერს ტრამპი, რაც უკვე განცხადებული. ეგრეთ წოდებული deep state. აი ეს რას ნიშნავს, რა საქმე აქვს ამას საქართველოსთან და ჩვენთან და საერთოდ შეიძლება თუ არა რაღაცაად გვეხებოდეს. ანუ ეხლა wokeism-ი ისეთი თემა, რო არ მოვყვეთ ახლა გძელ საუბარს, იმიტომ რომ დღეს ამ რეფორმაც მიიღო თავის დროზე 60-იან წლებში, 70-იან წლებში ეს რა ეხებოდა, ძირითადად მაინც ეხებოდა ესე ვთქვათ რასობრივ ჩაგვრას და ამ რასობრივ ჩაგვრის წინააღმდეგ მოქმედებას ამერიკაში რა არის woke-ი გამოღვიძება ეს გამოღვიძება ხო გამოღვიძება ოღონდ აფრო-ამერიკული ესე ვთქვათ სლენგზე woke და არა awaken მაგალითად ხო და შესაბამისად მაგრამ დღეს ამას მიღებული აქვს უკვე ის ფორმა როდესაც რეალურად ეს არის ძალადობის ესე ვთქვათ ინსტრუმენტი გარკვეული იდეოლოგიის მატარებელი ადამიანების ხელში ეს არის იდეოლოგიური ძალადობის ინსტრუმენტი, რომელიც მიმართულია ყველა ასე ვთქვათ იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც ეწინააღმდეგება ამ დამკვიდრებულ დღის წესრიგს, სადაც შედის ეს გენდერული პოლიტიკები, იდენტობის პოლიტიკა თუ ასე შემდეგ და ასევე პრინციპში, ნუ რასობრივი პოლიტიკა შედის ამაში და ყველაფერში, მაგრამ მთლიანობაში რომელიც დღეს აი ამ ასე ვთქვათ, განსხვავებული იდენტობის მატარებელ ადამიანებს აყენებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში და ყველა სხვა დანარჩენს უბრალოდ მეორე ტერმინის განმარტებას რო შემოვიყვანეთ უკვე აქ cancel culture-ს უქვემდა, ანუ გაუქმების კულტურას უქვემდებარებს, ანუ ყველა სხვა დანარჩენი ადამიანი უბრალოდ გარიყულია მთელი საჯარო სივრციდან, ხო? ანუ ჩვენთანაც გვაქვს ამის გამოცდილება, მაგრამ ამერიკაში განსაკუთრებით არის, ანუ ტრამპის პირველი გამარჯვების დროს
დაიწყეს ყველამ უცებ რატომღაც საუბარი იმაზე, რომ თურმე მართლაც და მთელმა მეინსტრიმ მედიამ არაფერი იცოდა იმის შესახებ, რითი და როგორ ცხოვრობენ ცენტრალური ამერიკის შტატები და ის ადამიანები რას ფიქრობენ და ასე შემდეგ და თურმე აი ამ უცოდინრობის და გამო ვერ გათვალეს ის, რომ ტრამპს მართლაც შეეძლო წარმატების მიღწევა, ხო? მაგრამ რეალურად შეცდომა კი არ იყო ასეთი, რომ მეინსტრიმის მხრიდან რომ თქვათ ეს არ იცოდნენ და გამორჩათ ასე ვთქვათ და ასე შემდეგ. არა, მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილი იყო, სადაც ყველა სხვა დანარჩენი ვინც სხვაგვარად ფიქრობს და სხვაგანად აზროვნებს და მისი მოსაზრება შენს მოსაზრებას არ ემთხვევა, ის უბრალოდ არ უნდა გამოაჩინო. ის უბრალოდ არ არსებობს. ის ყველა უნდა იყოს რაღაცა გარიყული საჯარო სივრციდან, მათი მოსაზრებას არ აქვს მნიშვნელობა. აი როგორც ჩვენთან მაგალითად, ხო? ამ დიდი ხნის განმავლობაში მიშას მოსვლიდან მალევე საკმაოდ დიდი ნაწილი ადამიანებისა, ეგრეთ წოდებული ჩარეცხილები განიდევნენ საჯარო სივრციდან და მათ არ ეძლებოდათ შესაძლებლობა სადმე გამოსულიყვნენ და სადმე მათი პოზიცია დაიფიქსირებინათ, ხო? რაღაცა და დიდი ხნის განმავლობაში მაგალითად აი დღემდე არსებობს რაღაცა გარკვეული ჯგუფები, განსაკუთრებით კონსერვატიულ ფლანგზე, რომელსაც მეინსტრიმ მედიაში არც პატიჟებენ და არც ეკითხებიან არაფერს. ანუ თუ შეიძლება ვილაპარაკოთ ამერიკის შემთხვევაში ეგრეთ წოდებულ deep state-ზე, ჩვენთან ესეთი ტერმინი შემოვიღოთ, რაც თქვა ბაბლი. იმიტომ რომ ეს არის ერთგვარი მოცემულობა სოციუმი, რომელიც ახლა რაც შენ აღწერე, ზუსტად ამ პრინციპებით მოქმედებს. შენ ვერ მოხდება ვერანაირი განსხვავებული აზრი, უკვე დისკუსიის კულტურაც კი გაუქმებული არ შეიძლება. არსებობს ტერმინი სანიტარული კორიდორი უნდა გაევლოს. მართალია უკვე მათ შიგნითაც არის დაპირისპირება, იმიტომ რომ ისინი იმიტომ რომ მაინც უკვე კორპორატიული საკუთრება შემოდის და მედიები ვიღაცის საკუთრებაშია და ის თავის კონკურენტს არ უშვებს. და ჩვენ ვიცით რაღაცა ცნობილი ქალი პოლიტიკოსი, რომელიც ძირითადად აი ამ ჯვაროსნულ ლაშქრობას ახორციელებს შემიშვით სტუდიებში. ზოგადად თითქოს, მაგრამ საბოლოო ჯამში საკუთარი დღის წესრიგისთვის. ამიტომ ეს საქართველოში ეს მახინჯი ფორმა არ არის მთლიანად ეს თქვა გაწოვილი. ანუ ჩვენთან არა მარტო დახურული, არამედ უკვე დისკუსიის კულტურაც არსებობს. სად კულტურა არ არსებობს, რომ ორი განსხვავებული ადამიანი დაჯდეს და კაი შეიძლება განსხვავებული აზრი ქონდეს, მაგრამ კულტურა მაინც იყოს დისკუსიის პირიქით. სხვის შემთხვევაში მე მინახავს, როცა უნახავთ ორი სხვა ტიპის, მათ შორის ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანის დისკუსიაც კი და იმ წუთშივე ეს ყოფილა სამართლიანობოთზე გაკრული, როგორ შეიძლება ამის ჩვენება საერთოდ ვიღაცასთან მისვლა. იქ და იმასთან საუბარი როგორ შეიძლება. კი ბატონო. ანუ აი შენ თუ ამ რუსული პროპაგანდა. შენ თუ ამ ღირებულებების მატარებელი ხარ, იმასთან როგორ ჯდები სასაუბროდ. ხო. ანუ უკვე საკუთრივ დისკუსიის კულტურაც კი გაუქმებულია, რომელიც ანუ ეს ურთიერთობა არის დემოკრატიის კიდე ერთ-ერთი. კი ბატონო, თუ თან ამასთან ერთად ახლა ძალიან საინტერესოა ის, რომ საერთოდ სააზროვნო ინსტრუმენტებია განსხვავებული. რთულიც არის დისკუსია ეს. აი რაზე უნდა ვიდისკუსიოთ, აი რომ დავჯდეთ მაგალითად ჩვენ და ისინი რაზე უნდა ვიდისკუსიოთ. ნუ პირველ რიგში ჯერ უნდა გქონდეს რაღაცა კულტურა და მე აი მაგალითად დავიწყოთ აი არსებობს თუ არა რაიმე საკითხები, რაზეც შეიძლება ვთანხმდებოდეთ. აი პირველი კითხვა. ხო და მინიმუმ უნდა არსებობდეს ესეთი რამე, შეიძლება რაღაცა ვთქვათ, კი ბატონო, ეგ მე არის, მაგრამ უნდა პირველი რაც უნდა შევთანხმდეთ არის ის, რომ თეთრი არის თეთრი და შავი არის შავი. ხო, მაგას თუ მაგაზე არ ვთანხმდებით, ანუ რაღაცა ესეთი საბაზისო ჭეშმარიტებებზე ესე თუ ვერ ვთანხმდებით, მაშინ აი მაგალითად ეხლა ვერ ვთანხმდებით იმაზე, რომ ომი ცუდია და მშვიდობა კარგი. ხო? ამაზე თუ ვერ შევთანხმდით, რომ ომი ცუდია და მშვიდობა კარგი, რაზე უნდა გავაგზავნოთ საუბარი? ანუ აი რა თემა უნდა შემოვიტანოთ? ანუ ეს დღევანდელობაში არის მოცემულობები, როცა შეიძლება ისტორიაში ყოფილა რომ ომი კარგი. შეიძლება ვერ შევთანხმდეთ იმაზე, რომ ისა რა ქვია, ომი რეალურია თუ არ არის რეალური. ამაზე შეიძლება ვიდაოთ, რომ მართლა შეიძლება მოხდეს თუ არა ომი, ხო? მაგრამ თვითონ ფაქტზე, რომ ომი ცუდია თუ კარგი, ამაზე უпроსორეთ თვითონ აი ამ მოცემულობაზე, ღირებულებაზე, როგორც ასეთი რომ ომი ცუდია თუ კარგი, ამაზე უნდა შევთანხმდეთ. ხო არსებობს დასავლური ფრაზა, რომ ვთანხმდებით იმაზე, რომ ვერ ვთანხმდებით. ეს პირველ რიგში აჩვენებს სულის კვეთებას, ესე იგი ჩვენ ლაპარაკი შეგვიძლია და მე ვერ შევთანხმდით, მაგრამ დღეს ესეც კი აკრძალულია, მიხვდი? ანუ ეს გაუქმებული, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მე ამას ყოველდღურად ვხედავ აი ამ ადამიანს. შეიძლება კიდე გულის არ მწყდება, მართლა არის საკმარისი ვარ ეს მართლა არის ტრამპის თან, ანუ ტრამპი თუ ამას მართლა გააკეთებს, ის გააკეთებს ძალიან დიდ რამეს, ესე ვთქვათ რა, ისტორიულ პერსპექტივაში გააკეთებს მართლა ძალიან დიდ რამეს, იმიტომ რომ რატო არის აკრძალული ერთმანეთთან საუბარი. ხო ისინი ამბობენ, რომ ყველა ჩვენ, ვინც მათ არ ვეთანხმებით, ვართ რაღაცა რუსეთის აგენტები, რაღაცა
არ ვიცი, რაღაცა გვინდა, ჩელიაბინსკში გვინდა ცხოვრება და ასე შემდეგ, საერთოდ არ ვერჩი მაგ ქალაქს არაფერს. საინტერესო ქალაქია თავისი ისტორიით და თავისი თანამედროვეობით, მაგრამ დავანებოთ ამას თავი. ანუ საბოლოო ჯამში ჩვენ ესე რა ვქვია მაგას, ანუ ჩვენ ვართ რაღაცა მტრის მხარეს, ტერორისტი სახელმწიფო როგორც გამოაცხადეს იმის მხარეს და შესაბამისად ჩვენთან ლაპარაკს არ აქვს არანაირი აზრი, იმიტომ რომ ტერორისტებს არ ელაპარაკებიან ესე ვთქვათ, ხო? მაგრამ რასაც ეს ამათ აქვთ ესეთი იდეალური წარმოდგენა, რომ ტერორისტებს არ ელაპარაკებიან, თორე ძალიან მშვენივრად დაალაგდნენ და ჩავიდნენ სირიაში. ხელის ჩამორთმევა ძალიან უნდა და ზოგიერთებს ალჯულანისთვის, მაგრამ იმან არ ჩამოართვა. ანუ მთელი ამბავი რა არის და ტრამპი თუ ამას გააკეთებს რას? შეხვდება პუტინს და შეხვდება სი ძინპინს, ხო? აი კიდე ერთი კი არა და ერთ-ერთი მთავარი, ესე ვთქვათ, ნიშანი იქნება აი ამ მთელი აი ამ ილუზიის დანგრევის, ხო? ანუ ის ყველაფერი თურმე შესაძლებელია პუტინთან ლაპარაკი, ხო? თურმე შესაძლებელია სი ძინპინთან ლაპარაკი და თურმე შესაძლებელია არა უბრალოდ ლაპარაკი, არამედ იმის შესახებ ლაპარაკი, როგორ უნდა დასრულდეს ეს კონფლიქტი. და როგორ უნდა იქნას გათვალისწინებული მათ შორის რუსეთის ინტერესები, ხო? ეს განცხადება ხო გააკეთა უკვე ტრამპმა. ეს ხო უკვე თქვა, რომ ნატოს გაფართოების საკითხი თლაც სწორი არ იყო რუსეთის ინტერესებთან მიმართებაში. და სხვაგვარად უნდა დაალაგდეს ეს ყველაფერი. ანუ მათ შორის უნდა იყოს გათვალისწინებული გარკვეული წუხილები, რომელიც რუსეთს აქვს. ეს ხო უკვე თქვა და თუ ამასთან დაკავშირებით კიდე შეხვდება და ამასთან დაკავშირებით კიდე ილაპარაკებენ, თურმე აღმოჩნდება, რომ მასთან არა უბრალოდ ლაპარაკი შეიძლება, არამედ მისი ინტერესების გათვალისწინება შეიძლება. შეთანხმება შეიძლება და ეს შეთანხმება შეიძლება იყოს დაფუძნებული მისი ინტერესების გათვალისწინებასაც. ხო, ისე რა აზრი აქვს? არა, ვერც მოხდება თუ ორივე მხარე რაღაცა კონსენსუსი თუ არ გამოინახა, როგორ მოხდება სიტყვა შეთანხმება. ანუ სხვანაირად ნიშნულოვანია, რომ ეს მართლა მოხდება, ეს იქნება ძალიან სერიოზული ნიშანი იმისა, რომ ეს ადამიანები, მე არ ვიცი ესენი აღიარებენ თუ არა, მე ეჭვმეპარება რომ მათ აღიარონ ეს, რომ მათი დამოკიდებულებები მცდარი იყო ამ ხნის განმავლობაში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ამ ასე ვთქვათ იდეოლოგიურ წმენის მატარებლებს მუდმივად აქვთ ხოლმე ის მცდელობა, რომ ყველაფერი შემოატრიალონ და თქვან, რომ არა ის მარცხი კი არა წარმატება იყო და ასე შემდეგ. აი საინტერესო მომენტს მიადექ, იმიტომ რომ ჯერ ესეთ პირველ რიგში სხვანაირად რომ თქვათ, გამოდის რომ ესეთი გადაძახილი, ესე ვთქვათ, არაპირისპირი დებატი, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, რომ ადამიანები, რომლებიც აი რაც აღწერეთ რაღაცას ამტკიცებენ, ისინი ამოდიან რა საფუძვლებიდან, რომ სამყარო ჩვენი პლანეტა არის ეგრეთ წოდებული, რა ვიცი, რაღაცა რელიგიური კუთხით კეთილის და ბოროტის დაპირისპირება, შენ გააჩნია რომელ მხარეზე დგახარ და ეს ყველაფერი აი ამ ტიპის ერთგვარი მორალური არჩევანი თან ცხადდება დასავლეთის მიღწევად, დასავლეთის, რომლის წიაღშიც შეიქმნა რეალპოლიტიკა, რომლის წიაღშიც დაიბადა და ფუნდამენტი ჩაუყარა ეროვნული ინტერესის საკითხის კარდინალმა რიშელიემ. ანუ აი ამის სახელით კრიტიკული აზროვნების, დისკუსიის, სიტყვის თავისუფლება, აი იქ სადაც ეს გაჩნდა ეს ფენომენები, ამის სახელით მონათლული არის აი ეს საერთოდ ანუ აბსოლუტურად როგორ გითხრა, აი რაღაცა რელიგიური ფანატიზმით დაბნედილი რწმენა, რომ სამყარო არის ეგეთი, მაშინ როცა მთელი ისტორია თუ რამეს გვასწავლის, იმას გვასწავლის, რომ პირველ რიგში ეს არის ინტერესების და ერთმანეთთან შეთანხმების სფერო. ეს ილუზია რაღაც პერიოდში, ალბათ უფრო ცივი ომის და საბჭოთა კავშირის ნგრევის მერე მათ გაუშვათ, იმიტომ რომ ცხოვრობდნენ რაღაცა ერთპოლუსიან სამყაროში და ჩათვალეს, რომ იქ აი ეს იერარქიულად ყველაფერი ისეა დაალაგება, რაც იერარქიაში არ არის მოქცეული, თქვა ჩრდილო კორეა, ის იმყოფება ისტორიის არასწორ მხარეს და შემოვიდა ეს მორალური მდგენელები, ხო? და დღეს პირველ რიგში რაც შენ აღწერე შეხვედრა და ყველაფერი, ანუ მიუთითებს იმაზე, რომ თურმე ესეთი არ არის, ანუ მიმდინარეობს ცხოვრების რეალობაში დაბრუნება. ანუ როგორც ყოველთვის იყო სამყარო, უბრალოდ ისტორიის წიგნი უნდა გადაშალო და წაიკითხო და ამ თვალით შეხედო, ხო? ამ ხრივ ეს არ გაგონებს შენ. ისეთ რელიგიურ ფაზას ეკლესიის იმიტომ რომ ეხა ხო მიდის მათ ჩათვალეს რომ ტრამპის პირველი არჩევა ეს იყო ექსცესი, უბრალოდ გადახრა და არაუშავს გასწორდება და აი ბაიდენი ხო მოვიდა. მაგრამ ეხლა ჩვენ ვიღებთ ტრამპის ბევრად ძლიერ დაბრუნებას, ვიდრე მას უბრალოდ გაეგრძელებინა თავისი ვადა, იმიტომ რომ ეხლა იბადება და ეხლა მან შემოკრება აი ცუკერბერგი და სხვა ადამიანებს უკვე დაიწყეს გაუქმება და ჩვენ ხედავთ აი პირიქით აი ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო გაბრძოლებს, ერთი დღით TikTok-ის დახურვა და მსგავს ქმედებებს, ხო? როდესაც რომის იმპერიამ ქრისტიანობა გამოაცხადა სახელმწიფო რელიგიად, ეხლა უკვე როცა 1700 წელი გავიდა, სხვანაირად ვიცით ისტორია, მაგრამ იმ მომენტში იმპერატორმა კონსტანტინემ ეს რაღაცა ალბათ უმრავლესობის იყო გადახრა, ხო? ამდენი ხანია წარმართული იმპერია და უცებ რაღა ქრისტიანობა და რა მილანის ედიქტი.
და ძალიან მალე ჩვენ მივიღეთ იულიანე განდგომილი. იულიანე განდგომილის დროს რომელიც წარმართობა დააბრუნა, ხა ვიღაცებს ეგონა და ისევ დააბრუნდა ძველი წესრიგი, მაგრამ სინამდვილეში აღმოჩნდა რომ ეს იყო ექსცესი და შემდეგ მოდის რაღაცა დოსითეოსი და იმის მერე იწყება და გრძელდება ეს ქრისტიანობა. ხანუ აი ეს გარდამავალი პერიოდი, აი ორი სრულიად სხვადასხვა სამყაროს ჭიდილი, ხომ არ გახსენებ შენ აი ესეთ ანალოგიას რა. ხო, არა, ძალიან კი შეიძლება გავდეს ძალიან, იმიტომ რომ მართლაც და თითქოს ისე რა თითქოს არ ვიცი, არ მინდა რომ ვიჩქაროთ, მაგრამ იმიტომ რომ არ არის ნახე როგორ რაღაცა ერთმანეთთან ძალიან გადაჯაჭვულია კაპიტალიზმი და ლიბერალიზმი. ერთმანეთისთვის აუცილებელი ესე ვთქვათ ფენომენებია და მეტიც ახლა ტრამპს ანტილიბერალური ესე ვთქვათ, ანუ რასაც კლასიკური ლიბერალიზმი ქვია, არაფერი უთქვამს არასდროს. რეალურად, ხო? ანუ არ უნდა გავიგოთ ჩვენ ის, რომ ტრამპის მოსვლა ლიბერალიზმ დაასრულებს, არა. თუმცა ამან არა, ლიბერალიზმი რა არის ამაში? ხო, მაგაში ჩვენთან მაგალითად პრეზიდენტი რეიგანი ცნობილი იყო საბჭოთა ანეკდოტებით რა, რაც მე მაქვს ნანახია, რომ საშობაო ეპისტოლეები ქონდა პრაქტიკულად, ანუ გამოსვლები, ქადაგებები, რომელთაც ის მიმართავდა და რა ტერმინოლოგიით არის გაჟღენთილი. აქ ეგეთი რეიგანი აქ არავის არ უნდა. ეს იყო ღრმად კონსერვატორი და რა ლიბერალი არ იყო გინა ეკონომიკის მხრივ, გინა ამერიკის მხრივ. ხო, მაგაშია საქმე, ანუ მთლიანობაში ეს მომენტი არის, რომ ალბათ ის ნამდვილად დაასრულებს იმას, რაც წეგან თქვით, ვოუკიზმს, აი ეგრეთ წოდებულ და ეს რა არის პრობლემა ვოუკიზმში, ხო? ეს არის ფრაგმენტაცია სოციუმის, რა, ანუ საზოგადოების აბსოლუტური ფრაგმენტაცია, დაყვანა რაღაცა აბსოლუტურ, ესე ვთქვათ, ატომებამდე საზოგადოების წევრების, რომელსაც ერთმანეთთან აღარ აქვს არანაირი კავშირი, ერთმანეთზე არ გააჩნიათ არანაირი ზრუნვა, არანაირი პასუხისგებლობა, ხო? ანუ მთელი პრობლემა ვოუკიზმისა მაგაში მდგომარეობს, რომ მე და გურამს არაფერი ერთმანეთთან არ გვაკავშირებს, იმდენად იდენტურები ვართ, იმდენად და მთელი აქცენტი გადადის იმაზე, რაც ჩვენ გვაპირისპირებს. კი ბატონო, აუცილებლად. ეს ჭამს ყველა სხვა კი, იმიტომ რომ აი უფლებრივი საკითხი რო ავიღოთ, აი მაგალითად ჩვენი შემთხვევა, ჩვენი ქვეყნის შემთხვევა ავიღოთ, ძალიან საინტერესოა ეს, ხო? უფლებრივი საკითხი, ხო? მთელი არასამთავრობო ორგანიზაციები ამ წლების განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, როგორ აეხსნათ მცირე ჯგუფებისთვის, როგორ ჩაგრავენ მათ დიდი ჯგუფები, მაგალითად და როგორ უნდა დაიცვან საკუთარი თავი. ანუ არაფერი არასდროს არ გაუკეთებიათ ინტეგრაციის მხარდამჭერი. არასდროს არ უზრუნიათ იმაზე, რომ აი მაგალითად შენ რომ მცირე ჯგუფს წარმოადგენ, რომელსაც შეიძლება გარკვეული პრობლემები გაქვს უმრავლესობასთან ურთიერთობაში, როგორ უნდა მოხდეს თქვენი შერიგება. როგორ უნდა მოხდეს ამ განსხვავებულობის დაძლევა იმისთვის, რომ ერთად გავერთიანდეთ და ერთად ვიზრუნოთ რაღაცა საერთო მიზნისკენ ერთად ვიაროთ. არა, პირიქით, მუდმივად ხდებოდა ხაზგასმა იმაზე, რა განსხვავება. გაუცხოვება და არა ის უმრავლესობაში ჩართვა. აუცილებლად. შეწყნარება. მაგალითად რო ავიღოთ ჩვენი იმის, რა ქვია, 2004 წელს მიღებული განათლების ეროვნული გეგმა, თუ რა ქვია, მიზნები უпростоრად, რა. იქ ერთ-ერთი ესე ვთქვათ პოსტულატი პირდაპირ ასე წერს, რომ მოსწავლეს უნდა ასწავლონ, როგორ უნდა დაიცვას და აღასრულოს საკუთარი უფლება-მოსილებები სკოლაში, ოჯახში, საზოგადოებაში და ასე შემდეგ. ანუ რეალურად მითითება იმაზე, რომ ყველა ეს ინსტიტუცია, ოჯახით, სკოლაც, საზოგადოებაც არის გარკვეული თვალსაზრისით მტრულად განწყობილი ინდივიდის მიმართ. და შეიძლება ქონდეს ინსტრუმენტები, როგორ იბრძოლა, როგორ დაიცვას, მოხვიდე წინააღმდეგ. როგორ დადგემყარათ ამ ყველა ინსტიტუციის წინააღმდეგ. ესმის და არა და არ არის ეს ასე, ხო? არ არის ოჯახი, სკოლა და საზოგადოება აპრიორი მტრული უჯრედი. ხო, არ არის მტერი შენი რა. პირიქით, აქ უამრავი პრობლემა შეიძლება არსებობდეს ოჯახშიც, სკოლაშიც, საზოგადოებაშიც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ამის წევრობის გარეშე შენ ადამიანი არ ხარ უბრალოდ. იმიტომ რომ შენ ადამიანად ყალიბდები მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა ადამიანებთან გაქვს ურთიერთობა. იმიტომ ქვია ადამიანი, რომ სხვა ადამიანების მსგავსი ხარ და არა განსხვავებული ხარ მათგან. ანუ განსხვავებული მაშინ სხვა არსება გერქმეოდა, თუ აბსოლუტურად განსხვავებული ხარ, მაგრამ რაც უფრო მეტ მსგავსებას და მეტ საერთოს პოულობ ადამიანების გარკვეულ ჯგუფთან, მით უფრო ძლიერი ხარ და მით უფრო მეტად ხარ, ასე ვთქვათ, ის ადამიანი და მით უფრო მეტი იდენტობის მატარებელი ხარ, ხო? მაგალითად ოჯახის წევრი ხარ, მაგალითად რა გარკვეული რელიგიის მატარებელი ხდები, გარკვეული ეთნიკური ჯგუფის მატარებელი ხდები და რაღაც უფრო და უფრო მეტ ადამიანთან გიჩნდება საერთო და საერთო საბრძოლველი გიჩნდება ამათთან ერთად და ამ ერთობაში შესაძლებელია გარკვეული მიზნების მიღწევა. ინდივიდებს არ შეუძლიათ
დიდი მიზნების მიღწევა. მაგრამ მათ ჯერ დაწავიდა ლაპარაკი უფლებებზე და შემდეგ რაღაც გარკვეული უმცირესობები, რომლებიც აი ამ იდეით გაიჟღინთნენ, რომ მე სხვანაირი ვარ და ჩემი პრაქტიკულად მოვალეობაა, რომ შენ უნდა მოიღო ხმა. ანუ კარგი ცოლი არის ის ცოლი, რომელიც ის კი არა სახლში რაღაცნაირად მოაგვარებს, მაგალითად ოჯახური ძალადობის პრობლემას, არამედ რომელიც ამბოხდება, გამოვა ხმა მაღალი იქნება, იტყვის, ამას გამოიტანს სააშკაროს, ანუ ეს ქცევა არის წახალისებული, ამავე დროს ის ბოლშევიკური ქცევები არ მოგწონს, რაღაცა მაშინ არსებობდა ეგეთი მიდგომები, ხო ხდები რაღაც საჯარო დაგმობა, რაღაც ოჯახის მამის ასე შემდეგ და მე ოღონდ შენ კი იძახი რომ თითქოს რაღაცა ერთობას ებრძვი, მაგრამ ამავე დროს ხდება აი ამ უმცირესობით იდენტიფიცირებული ღიად გამოსული წერტილების შეკრება ერთგვაროვან მასად, რომელიც მე ადგენს უკვე გარკვეულ წესებს. იმიტომ რომ არსებობს არასამთავრობო სრულიად სხვადასხვა თემატიკაზე მომუშავე ჯგუფების, მე უკვე კოალიცია, რომელიც უკვე დიდი იდეებისთვის გამოდიან ერთად. რაც ბუნებრივია, იმიტომ რომ ადამიანის ბუნებაა ეგეთი. ხო და აი ეგ პარადოქსი მივიღე. იმიტომ რომ პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ უმცირესობების უმრავლესობა. პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები დაუპირისპირდნენ ადამიანის ბუნებას. ანუ ბუნებასთან მოვიდნენ კონფლიქტში. ესმის, ანუ ბუნება არის ასეთი. მას სჭირდება კოალიცია სხვა ადამიანებთან ერთად. იმიტომ რომ რაღაცა იმ კატაკლიზმების წინააღმდეგ, რომელიც მის წინააღმდეგ შეიძლება არსებობდეს, მარტო ვერ იბრძოლებს. ინდივიდები საკმაოდ დიდი საქმე აქვს ინდივიდებს გაკეთებული კაცობრიობის ისტორიაში. კაცობრიობის ისტორიაში ინდივიდებს საკმაოდ დიდი საქმე აქვს გაკეთებული, ცხადია, მათი გამოგონებები იქნება, შემოქმედება და ასე შემდეგ. მაგრამ არაფერი ეს არ იქნებოდა ღირებული თუ ამას არ გაიზიარებდა კაცობრიობა, ხო? თუ კაცობრიობა იმ სოციუმის და იმ გარკვეული სასათბურე წიაღის garaშე ვერცეთი ინდივიდი, ანუ ვერ დაიბადებოდა ეხა ის რა ქვია მიქელანჯელო სადღაც იმაში. რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა და მაგრამ ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს გააზრებულია მთელი კაცობრიობის მიერ. ისმის, ანუ თელმა კაცობრიობამ თქვა რომ ეს არის ღირებული ჩემთვის, იმიტომ რომ უამრავი რამე შეიძლება ჩვენ არ ვიცით რაც ინდივიდებს გაუკეთებიათ, იმიტომ რომ არ მიიღო უბრალოდ საზოგადოება, ხო? არ გახდა და ის თავის. ეს საზოგადოების და ინდივიდის მიმართება, როგორ ჰარმონიული ურთიერთმიმართება, როცა ორივე მხარე სარგებლობს სიკეთეებით. ნამდვილად და ესენი ამ თავისი ქცევით დაუპირისპირდნენ სწორედ ამას. ამ ადამიანის ბუნებას, რომ ის ქმნის და ქმნის სხვა დანარჩენი ადამიანებისთვის, არა საკუთარი თავისთვის, არამედ სხვა დანარჩენი ადამიანებისთვის, ხო? ეს ყველა ეს შემოქმედი ქმნის, იმიტომ, აი ხა მაგალითად რო ავიღოთ, ხო? ანუ ყველა ადამიანი, ვინც გარკვეული პერიოდში ქმნიდა, მაგალითად, შექმნეს გარკვეული ვაქცინა, ან რამე წამალი გამოიგონეს და ასე შემდეგ. თავისთვის ხო არ აკეთებდნენ ამას ყველაფერს, ხო? იმისთვის აკეთებდნენ, რომ რაღაცა სოციუმს ესარგებლა ამით. და თუ სოციუმი არ ისარგებლებს, აზრიც არ აქვს, ხო? ამას ყველაფერს, ანუ ყველაფერი ასეა. მუსიკა იქნება ეს თუ რაღაც სხვა რამე იქნება, ყველაფერი ასეა, რომ აი ამ დანარჩენ საზოგადოებასთან ამ საშუალებით. მაგრამ ეხლა ჩვენ ვიღებთ რეალობას, როცა არა ეს ხაზია გავლებული და ამის იქით. მას არ უნდა რაღაც მიესალმო. არ უნდა გაუწოდო არანაირი ხელი, ანუ მთლიანად უნდა უარყო. მეტიც თუ სადმე შემთხვევით გადაგიკვეთა, შეგიძლია ჩააფურთხო მის საკვებში. კი ბატონო. ანუ ხო შეგიძლია მაგალითად რომ არ მიიღო, უთხარო არა, ანუ კულტურის ყველაზე უბედურება ჩემთვის არის არანაირი განსხვავებული აზრი, არამედ ისაც არის ცივილიზაციის თავარი მიღწევა, კულტურა, ურთიერთობის კულტურა. ხო როცა არსებობს ან ქვის ჩარტყმა, სროლა, ანუ ესეთი რაღაცა პიროყოფილი თემური წყობილება, პირდაპირ გამოხატულება ამ რაღაცა ურთიერთობის სხვადასხვა სოციუმ შორის, მაგრამ ჩვენ მივიღეთ რაღაც ცივილიზაცია, ხო, კულტურა, რითაც სიტყვით ხდება ამის მოგვარება. აი ამის უარყოფა ხდება. აი ამ თავარი საფუძვლის გამოცლა და შემდეგ აი ამ მახინჯი ფორმების ნაცვლად, ანუ რა ვიცი, საწამლავი ჩაუყარე. აბსოლუტური მახინჯია. საერთოდ აი რა პერვერსია, ანუ აბსოლუტური სიმახინჯია და უმწეობის გამოხატულება. ან საკუთარი თავის მიმართ არ უნდა გაგიჩნდეს, მე ხო ადამიანი ცოდვას ჩაიდენ რაღაცა, მე შეგწხვება საკუთარი საქციელი. ეს ადამიანური მომენტია. ხო, იმედი ვიქონიოთ რომ შერწხვება თოდესმე, იმიტომ რომ არა უბრალოდ ჩაფურთხება, არამედ ვიღაცას დაუწერია ამას წინათ სადღაც მოვისმინე ეგ ამბავი, რომ შებილწულ ხელს უსვამდით პურზეო და რაღაცეებზეო, ესე იგი, რომელიღაც რესტორანში, სადაც ვიღაცები, მე მგონი მოსამართლეები, სადაც ასე ვთქვათ, იყვნენ შეკრებილები. და აი ესე რაღაცა, ეს შებილწულ ხელს უსვამდით პურს და ხაჭაპურს და რაღაცეებსო და ესე მიქონდაო მათთანო, ვითომ ესე ვთქვამთ, იმათ რა ქვია, მიმტანებს თუ რაღაც ასე შემდეგ, დაწერა რომელიღაც აქტივისტმა, რომ ჩემი მეგობრები მუშაობენო იქო და ასე შემდეგ. ანუ
თავისთავად ეს ფაქტიც რომ არ ვიცი მართალია თუ ტყუილია, ანუ ეს მართლა მოხდა თუ არ მოხდა, ხო? თავისთავად რომ პურის შებილწვა რო შეგიძლია, უკვე მეტყველებს რომ არანაირი ღირებულება შენ არ გაგაჩნია. ხო, სათხარ გაზდილი. ანუ რა საფუძვლებს არ გაგაკითხული წყო. მე მეორე აბსოლუტურ უმწეობაზე მეტყველებს შენს, იმიტომ რომ ფარულად აკეთებ რაღაცეებს, რომელსაც შენს გარდა არავინ არ იცის, იმ ადამიან ვის წინააღმდეგაც შენ ამას აკეთებ, ვერც გაიგებს შენ თუ არ თქვი და მე სადმე თუ არ გაიტანე ესე და ასე შემდეგ, ხო? და რა შედეგი რა გაქვს? შედეგი არის, ნახე, არსებობს ეგეთი ონლაინ განზომილება და მხოლოდ იქ შეგაქებენ. კი, აი ეს არის იქ გაჩნდა რაღაც ვირტუალური ბაბლში სამყარო, ოღონდ ეს მხოლოდ ვირტუალური ონლაინ საქართველო. ხო არსებობს ზეციური საქართველო და მიწა. იქ უკვე გაჩნდა მესამე ონლაინ საქართველო, სადაც ესენი არიან ეს ბაბლი, იმიტომაც არის კარგი ტერმინი, რომ მხოლოდ იქ არსებობენ რა. იქ არიან წევრები, იქ აყოჩაღებენ ერთმანეთს. ამიტომაც შეიძლება რომ ჩვენ აი ეს რაღაც ატომიზებული უმცირესობის ერთობა გახდა ეგრეთ წოდებული ბაბლი. რომელიც რაღაც ბუშტი, რომლებიც თავის-თავს ატყუებს და იქ ხდება აი იმის განსაზღვრება, დეფინიცია, რა არის სწორი, რა არის არასწორი. როგორც არის ცნობილ რაღაცა ადრეული ხანის საბჭოთა ლექსში, რა არის კარგი და რა არის ცუდი და რომ უნდა ასწავლო პატარა ბავშვს. აი ეს პროცესი, აი ეს აბსოლუტურად თავისი შინაარსით ესეთი ადრეული ხანის ბოლშევიკო რევოლუციური პროცესი, მთელი საზოგადოებრივი ძალების მიერ განპირობებული ეხლა ეგ მიმდინარეობს სრულიად საპირისპირო სახელით, ანუ იმ სამყაროს სახელით, როგორც არ არის უბრალოდ ეს სამყარო. მე ვერ ვიტყოდი რომ არ არის, იმიტომ რომ რეალურად ის რაც ესე რომ შევხედოთ, ხო, ანუ თლიანობაში, აი მართლაც ნებისმიერ იდეოლოგიას, რომელიც არ უნდა იყოს ის, გარკვეული თვალსაზრისით ახასიათებს ბოლშევიზმი. ანუ მით უმეტეს, როდესაც ეს იდეოლოგია გადაიქცევა და დაიკავებს მსოფლმხედველობის ადგილს, ხო? მე თუ მკითხავ იდეოლოგიები ზოგადად ინსტრუმენტებია, როგორ ვიმოქმედოთ გარკვეულ რეალობაში და რა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ. აი მაგალითად ავიღოთ, ხო? მაგალითად სოციალისტური ინსტრუმენტი, მაღალი გადასახადების შესახებ იქნება ეს თუ სახელმწიფოს მონაწილეობის ეკონომიკის და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ინსტრუმენტია და მათ გამოყენებას განსაზღვრავს ისტორიული პროცესი. ისტორიული დრო, როდის შეიძლება თუ არა ამის გამოყენება და სწორი იქნება თუ არა ახლა ამ სიტუაციაში ამის გამოყენება. მაგრამ როგორც კი ის იძენს, თქვათ, მსოფლმხედველობის ხასიათს, ის აუცილებლად შეუძლებელია მან აიცილოს თავიდან ბოლშევიზმის ელემენტი, იმიტომ რომ მსოფლმხედველობა აუცილებლად გამორიცხავს სხვა მსოფლმხედველობების არსებობას. და არ უშვებს მათ არსებობას, ასე ვთქვათ, და აუცილებლად მიიღებს ამ ფორმას, რა ფორმაც ახლა მიღებული აქვს რა. კი ბატონო, ჩვენ მოკლედ ცოტა გადმოვედით საშინაო საკითხებზე, აუცილებლად ჩვენ თავარ თემას, მაგრამ ამ ეტაპისთვის ჩვენ ამას იმიტომ რომ ჩვენ ის საგარეო პროცესიც გვაინტერესებს ჩვენთან მიმართებაში. ხო, მაგრამ აიც მე მგონი საინტერესო დისკუსია გამოგვივიდა ამ ფუძემდებულ და მთავარ საკითხთან, რომელიც დღევანდელ დღეს უნდა აღვენიშნა. ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასრულებულია, დავბრუნდებით ეთერში ხუთშაბათს და უკვე გავაგრძელებთ რაღაც ერთგვარად შეცვლილი სამყაროდან ეთერს. საუბარს. ხო, დიდი მადლობა, გემშვიდობებით დროებით.